8 კითხვა, 3 მონაწილე და 10,000 ლარის სასწორზე. ერთადერთი რაც გჭირდება ამ 10,000 ლარის მოსაგებად არის ინტუიცია და ლოგიკა. დღეს კი ინტუიციის ზღვარზე იდგებიან და 10,000 ლარის გასამარჯვებლად იბრძოლებენ G2G, ჰიტა და რაბანა. ძმებს სიცოცხლე როგორ ხარ? ძმას ვეჭიდავე, შენ როგორ ხარ? იდეალურად ამ სამ ადამიანს უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ვისაც კითხვები გაგიჩნდებათ რევანშთან დაკავშირებით, რევანში აუცილებლად იქნება, მაგრამ ზოგ-ზოგიერთები უბრალოდ ქალაქში არ იმყოფებიან, აგვისტოა, მეგობრებო, ცხელა დასასვენებლად არიან. ამ სამ ადამიანს დაგვაფასა მოვიდა პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვიდა რაბანა. ხო ასეა? არ დამისვენია, აი შეზლონგზე რო ვიწექი, ეგრევე გამოვიქეს და მეთქი რას ქვია, უარს ვერ გეტყვი შენ. თამაში შედგება 8 კითხვისგან და თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. მოთამაშეების მიზანია თანხა დადონ სწორ პასუხზე, თუმცა მათ შეუძლიათ ერთი პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხზეც გადაანაწილონ თანხა, მაგრამ თამაშს გააგრძელებენ მხოლოდ იმ თანხით, რომელიც სწორ პასუხზე ექნებათ განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი შეცდომაც კი მათთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მეგობრებო, პატარა ცვლილება გვაქვს თამაში. მე დახმარება შევცვალე. თქვენ გაქვთ 3 დახმარება. 8 კითხვის განმავლობაში შეგიძლიათ რომ კითხვა გამოცვალოთ, რომელიც 500 ლარი ღირს, შეგიძლიათ რომ სავარაუდო პასუხებით გაანახევროთ, ანუ 50, რომელიც 1000 ლარი ღირს და ახალი დახმარება მესამე გახლავთ პასუხის გადამოწმება. თქვენ იხდით 1000 ლარს, მეუბნებით კონკრეტულ ერთ პასუხს და მე გეტყვით ეს პასუხი სწორია თუ არასწორია. აი, რამე სხვა მოსახურებები არა გაქვს? ამ არხზე ჯერჯერობით არ არის, იმედია არც იქნება ჩემო რამან. მანამდე შეგიძლიათ სამ დავიწყებთ, რომ სომერსბით გაიგრილოთ მეგობრებო, ძალიან დაგეხმარებათ გონების გახსნაში და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორსა და წარმდგენს ამბასადორ ბენს იმისთვის, რომ გვაძლევს საშუალებას, რომ თქვენთვის ესეთი უმაგრესი კონტენტი შევქმნათ. დავიწყოთ მეგობრებო. მაშინ გლიჯეთ ლაიქს და ლაიქეთ ვიდეო, ავიყვანოთ 200,000 გამომწერამდე არხი, ვიდეო არა, არხი. იმიტომ რომ უმაგრეს კონტენტს გფირდებით, რომელიც მხოლოდ თქვენზე გამომწერებზე იქნება მორგებული. ხო გაინტერესებთ რა იქნება? დავიწყოთ ერთი სული. ძალიან დიდი ენერგია წამოვიდა იქიდან, ისეთი ენერგია. თუ მზად ვართ, მაშინ მე ჯერ გავაჟღერებ პასუხებს, თქვენ მონაცვლეობით ამოატრიალეთ ფურცლებს და ბოლოს დავსვავ კითხვას. 850 მეტრი, 1.05 კილომეტრი, 1.6 კილომეტრი. მილი რამდენი მეტრი არის? და 2.2 კილომეტრი. მილი იქნება ეს? კითხვა ნომერი პირველი. $1,000,000 $100 რო ჩაამწყრივო გადაბმულად, რამდენი გამოვა სიგრძეში? დრო წავიდა. ბიჭო, ეს რამხელა არის 10 სანტიმეტრი არის? ეს არის დაუშვათ არის 10 სანტიმეტრი, მაგრამ ესენი პასუხებით არ არის ძალიან შორს რო. არა, შორი არის, რომ დაფიქრდეთ მეგობრებო. 10-ვიან გარეშოთ. 10 სანტიმეტრი $100-იანი? აცადე გამოითვალოს. $100-იანი უფრო გრძელია თუ 5? ხეს დუშლი, ბატონო წამყვანო, თუ შეიძლება აცადეთ გამოითვალოს კაცმა. არა, ბიჭო, დიდი არის, 15 სანტიმეტრი იქნება. 20 სანტიმეტრი იქნება. მოიცა 10-ზე დავიწყოთ. 10 ცალი იქნება $100, ანუ ჭირდება 100 ცალი. ერთი თუ არის 10 სანტიმეტრი და 1900 2000 მე ვფიქრობ რომ ამდენია 1 კილომეტრი და 5. ცოტა დიდი არის რა ის. შეიძლება 15 სანტიმეტრი არის. 10,000 ცალი გამოვა $100-იანები. 10,000 ცალი $100-იანი სიგრძეში რომ დაამწყრივოთ, რამდენი იქნება თქვენი აზრით? თუ 10 სანტიმეტრია, ხო, უნდა იყოს 1 კილომეტრი, თუ 15-ია, ის უნდა იყოს 1 და 6. მაგრამ რამდენი სანტიმეტრია რა ვიცით ახლა? ბიჭო, გრძელი არის $100-იანი. $5-ზე მეტი არის? ევროზე გრძელია. $5-ზე მეტი არის. 10 სანტიმეტრზე დიდია. კარჩე უეჭველი ვიცი რა დატოლებული მაქვს. უეჭველი ვიცი. ალბათ 1 და 6. აი ეს ალბათ ხო უფრო რა. 40 წამი დაგჭათ, მე თქვენს ადგილს დავიწყებდი უკვე თანხის დადებას. ფული უნდა დავდოთ ხო ეხა? არ იქა ბიჭო. კაი, ყველა დავდოთ, თუ წავაგეთ, თავიდან დაიწყებთ. ჩაიხლება გადაცემა. არა, ეგ უპირატესობა გვაქვს. დავე, დადე. კოშკი უნდა აშენო, ეგრე არ მივიღებთ რა. კოშკი უნდა ოში. კაი, 10 წამი დარჩა, მივიღებ პასუხს, მაშინ გავაჩერო? გავაჩერეთ. აუ, მორჩა გადაცემა, ხო? რა მოხდება? აუ, იქით რა სახეები აქვს, იცი? ვიღაცა მეკითხებოდა რომ უეჭველიო სტუმრებმაო რაღაც პასუხები იციან, მაგრამ პირველივე რომ შეეშავოთო არ მორჩებოდაო რა და მე რაბან შეესკალათ აუ ეს რა გადო ამ კალათაში არასწორ პასუხებზე განთავსებული ფულები ჩაიყრება პირდაპირ. მე როგორც ხედავ მხოლოდ ერთ პასუხზე გაქვთ თქვენ განთავსებული თლიანი თანხა, მე გეტყვით რომ 5 ლარიანი მეგობრებო.
არის სიგრძეში 12 სანტიმეტრი. ცოტა დიდი არის. მიხვდით? 12. მაგრამ 5 ლარიანზე მეტი არის 20 ლარიანი. ანუ 850 გამოირიცხა. გამოირიცხა კი. შესაბამისად, კილომეტრიდან 0.5-იც გამოირიცხა. 20 ლარიანი მეგობრებო არის 13 სანტიმეტრი დაახლოებით. რაც შეეხება $100-იანს, $100-იანი ეს 16 სანტიმეტრი და თქვენ სწორად განათავსეთ 10,000 ლარი პირველივე კითხვაზე. გილოცავთ მეგობრებო, შესაბამისად ამასაც გამოგართმევთ. მე ვთქვი პირველი. $100 იყო ადვილი კითხვა. სწორი პასუხი არის 1.6 კილომეტრი. ხო გავზო. მაგარი გაზომა იყო. მაგითი მივხვდით ეხლა. 10,000 ლარი გვაშოვნია მაგან. სხვათა შორის რაბანას აინტერესებდა ეს ბიჭო ვინ მოდისო კითხვებზეო რა ხდებაო და ეს ადამიანი არის ვინც მეხმარება ამ კონტენტის კეთებაში BGR Games-ის წარმომადგენელი გორგასლის პირველი სამაგერო თამაშის გორგასლის შექმნელები და თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ შექმნათ სრულიად ნულიდან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახის თამაში შეგიძლიათ მიმართოთ დეტალური ინფორმაციისთვის ლინკი იქნება აღწერაში მითითებული. ხედავ, მე შენს პიარში მუშაობ თან. კითხვა ნომერი მეორე. პასუხები ჯერ ჩაი, ყავა, ორა კაი ჩაია. Coca-Cola Light, ეგ იქნება ეხლა? ლუდი და Coca-Cola. რომელი უფრო ასუქებს? აბა, კარგი ინტუიცია გაქვს, მაგრამ აი კითხვაში როგორ გამოგადგება მაგას ნახავ რა. კითხვა ნომერი მეორე. სოფლიოში რომელ სასმელს მიირთმევენ ყველაზე მეტს წყლის შემდეგ? Coca-Cola-ს. კითხვაზე გაქვთ 3 წუთი. ერთ ინფორმაციას მოგცემთ და ძალიან ზუსტი ინფორმაცია არის. სოფლიოს 94%-მა მოსახლეობის იცის Coca-Cola. 94%-მა ზუსტად. მოდი ესე ვიმჟევოთ. ნახე, ჩაის უფრო სვავენ აზიაში. და ჩაი ვიცი რომ არ იქნება, ლუდით არ იქნება. ყავა შეიძლება. და ყავა და Coca-Cola შორის უნდა ავირჩიოთ. უკაცრავად ჩაიზე რა თქვით? ანუ ჩაისა და მაგალითად ყავას შორის ჩაის შანსი ჩაის სვავენ შეჩემოთ დღეში 5 ჯერ. ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არის ყავა. ჰიტა, მოდი ესეთ კითხვას დაგისვა. შენ ყავს თუ არა მეგობრები, რომლებიც ამბობენ რომ მე ყავას არ ვსვავ? ყავა რა ხიდა უეჭველი. ანუ ყავა ან Coca-Cola. ჩაი გამორიცხეთ რა. ჩაი გამორიცხულია. ლუდიც მათ შორის, რო რამე. ანუ ყავა რადგან სოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, წესით უნდა იყოს ყავა. Coca-Cola ჩინეთში არის? თუ ჩინეთში არ არის, მაშინ შანსი არ ექნება. ჩინეთში არის, გონი. მაგალითად მექსიკაში ვიცი რომ წყალზე მეტად Coca-Cola სვამენ. ხო და უნდა ავდგე და გავანაწილოთ ეხლა თანხა რა. ნახევარი ჩემზე ყავაზე უნდა დავდოთ. ყველა? მე გეტყვით რომ ნახევარი დრო გავიდა. და შეგახსენებთ რომ 3 დახმარება გაქვთ. ყოველი კითხვა უფრო რთულდება. ამაზე თუ დავხარჯავთ, მე შანსი არ გვექნება და მაინც უეჭველი წავაგებთ. გამოცდილებით გეტყვით რომ დახმარების გამოყენება დასაწყისში უფრო კარგი არის. იმიტომ რომ 2000 რო გაქვთ დარჩენილი 1000 ლარს მე ვეღარ გადაიხდი. ისეაც გაანაწილებ. 20 წამი დაგჭათ მე თქვენს ადგილას დახმარებას გამოვიხატე. გადამოწმების დახმარება ავიღოთ. მოდი რომელი ის გვინდა, იცი, რომ გეკითხებით და გვეუბნები მართალია თუ არა. შემოწმება? 50-50-ზე არ გინდათ? არა. გავქნა მეგობრებო. უნდათ რომ შეამოწმოთ. მაშინ მითხარით პასუხი რომელი გნებოთ რომ შეამოწმოთ. ყავა. და ყავა მეგობრებო არ არის სწორი პასუხი. შესაბამისად ყავა თუ შეიძლება გადმოატრიალეთ და 1000 ლარი გემრიელად რომ გადამიდოთ იქეთ რა. ლიტრებით უთხიან, ლუდი შეიძლება ბევრი იყოს. ხო, მარა Coca-Cola-ზე მეტი ეხლა ლუდი. Coca-Cola-ზე დადი. 10 წამს შაგირთავთ და მე გეტყვით ასეთ რაღაცას რა. გაიხსენეთ უდიდესი ქვეყნები, სადაც რაღაცა სასმის კულტურაც აქვს. ჩაის კულტურა არის, ხო, და 10 ვიცი. წამი წავიდა. ჩინეთში და თურქეთი და მთელი თურქეთი იცავს ჩაის. მიდი რა საკეთებ შეჩება. ლუდზე არა. არა, დატოვე. Coca-Cola-ზე დატოვე. არა, შეჩება. არა. პანიკაში ხარ რა პანა. Stop. აუ, წავაგეთ ჩემი. ჩემი საყვარელი მომენტი იწყება. ჯერჯერობით სარიელი კალათა, მაგრამ ეხა დარწმუნებული ვარ, რომ აქ რაღაც ნაწილი მოთავსდება, იმიტომ რომ ხედავ ორ პასუხზე განთავსებულ თანხას. ორი ერთნაირი პასუხი ვერ იქნება. მე გეტყვით ესეთ რაღაცას, რა თქმა უნდა, აქედან ყავა ნუ არ არის. ნახე, სწორი ლოგიკა იყო რა, მართლა. შეიძლება ყავა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იყოს, თუმცა ყავა იმდენად ვერ დალევ ბევრს რა. 400 მგ-ია რეკომენდირებული და რო ვიცი, რომ 1000-ზე მეც თუ დალევს ადამიანი, შეიძლება ცუდადაც გახდეს და მოკვდეს კიდევაც. შესაბამისად, ყავა გამოირიცხა. მე დაგამშვიდებთ და Coca-Cola-საც გამოვიცხავ. ხედავ! I'm the captain now, look at me.
არსებობს მეგობრებო ისეთი ძალიან დიდი ქვეყნები, მაგალითად ინდოეთი, სადაც ჩაის კულტურა აქვს და მინდა გითხრათ რომ ჩაი არის მეორე სასმელი და 1 2 3 4 2500 ლარი პლუს 1000 ლარი არა უშ not fair კითხვის დახმარების გამოყენებაში სწორი პასუხი იყო ჩაი მეგობრებო აბა რა ბიჭო აბა რა მოდი და კიდე კაი ბიჭო 6500 ლარით გააგრძელებენ თამაშს დიდი ზიანი მივიღე. ძალიან ძალიან ზიანი ის გენახა ყველაზე რო ქონდა ტელეფონი გადმოტანილი ძალიან დიდი ზიანი მიიღო არა არ შემაქო მე არ იმასაკნა შენ უძეტოვებდი იქ ჯითუჯიმ წაიღო. არა ერთ საერთო გადაწყვეტილება იყო არა მე და ჯითუჯი თვალებში შევხედეთ ერთმანეთს მივხვდით რომ მე ვიყავი და ის იყო და მათ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვდები მე ვარ ლურჯზე ვაფშე არ უნდა დაგვეტო და კოკა-კოლაზე უნდა დაგვეტო მესამე კითხვაზე გადავდივართ მოკლედ და პასუხებს ვაჟღერებ მეგობრებო 5 6 7 და რა თუ მიხვდები 5 6 7 რავი რა უნდა იყოს ესე 8 მეგობრებო ვიღაცას ეგონა რომ ვერ უპასუხებდი რა კითხვა ნომერი 3 რამდენი ფერია სტანდარტულ MM-ს შეკრაში დრო წავით აბა თქვენი გამოვცვალოთ ეს კითხვა დავით და ჩამოთავოთ. ყვითელი წითელი მე ყავისფერი დალტონი კი ვარ მეგობრებო ლურჯით. ლურჯიც მწვანეც არის პლანეტ არის 5. ბიჭო სტაფილოსფერი არის აი მგონი არის სტაფილოსფერი ფილოსოფია არ მახსოვს. მოიცა ცისარტყელის ფერები ხო არ არის არა ბიჭო არა რასცა ცისარტყელაში 8 ფერია შავი არის შვიდი. შავი გახსოვთ რო არის შავი არა. თეთრი შავი არ იქნება არც თეთრი არ არის თეთრი იცი როდის არის თუ დიდხანს გიდევს ხოლმე გამოიღებ მე თეთრი მე-6 რა ფერია ბიჭო სტაფილოსფერი არ ცისფერი? ვიცი არის თუ არა ცისფერი არ ლურჯი არა ლურჯია მარტო ერთონალობაში არის აი 5-ზე ვერ ვიხსენებთ რა ვქნა. მე გეტყვით რომ წუთნახევარი გავიდა ნახევარი დრო რაღაცას ხო არ გამორიცხავთ კარჩე 8 გამორიცხულია 8 გამოირიცხ 8 გამორიცხოთ მოდი ესე რა აუ რამე ფერი გვავიწყდება? აი სტაფილოსფერზე მაქვს ერთადერთი აი ეს ფიქრი რომელიც რომ ვერ მოვიშორი ჩემი თავიდან რატომ წაყვანო იყო თუ არა სწორი სწორი პასუხი გაჟღერდა რა თქმა უნდა გაჟღერდა სწორი პასუხი ჩემი ჩამოთვის დროს პასუხები რომ ჩამოთვალე მაგ დროს განსაკუთრებით იშია დამბალო შე თუმცა რაბად მე შენ ტყუილად არ მომიწოვი ხარ ამ გადაცემაში შემოხედე თვალებში და ისე მითხრა ოხ რაცმიერი თვალები გაკლაშა მაგ თვალებმა მომატყუეს 300 წლის უკან იმის მერე მიყვარხარ პლატონურად ხო კარჩე 5-სა და 6 შორის ვარ რა ნარინჯისფერს იხსენებთ ნარინჯისფერი რა ფერია სტაფილოსფერიშია გადის ნარინჯისფერი რა არის კარჩე 5-სა და 6 მე შორის დალტონი კი ვარ მე რატო დამალაგებინეთ ვაფშე დაბა შენი აზრით ტყუილად გაგახსენდებოდა ნარინჯისფერი შენი აზრით просто ესე ამოგიტივტივდებოდა ნარინჯი რომელია სტაფილოსფერი აუ ბიჭო მგონი სტაფილოსფერი არის მე 10 წამი აუ მე მგონი არის 9 არის, 8 7 6 5 2 არა ღმერთო გამოიწურა ჩიტუჯი რაკეტი ბიჭო და ჩიტუჯი რა მე რა შუაში ვარ შენ შევა კითხوارა შუაში კი არა მოდი აქ მოდი და შეკავზე მიიღე ყველა დარტყმა მოდი აქ მოდი დაუდეკი ამპუსი კაი, მოდი ჩავ. აგერ დადო კაცმა თავისი რო რამე ამატე მოდი 8 გამოვრიც მოდით რა აი ესე დადეკით რა და ერთი ვერ გავიქცე. ჯერ როდეს ერთმანეთის ბიჭო თუ არა და მაგკაცობას ვერაფერი ვერ დაშლის პროსტა ტაქსისმული მომეწინე და წავიდე აკეთა აქ ბევრია მეგობრებო 8 გამოვriცხეთ ზედმეტად ბევრი იყო 8 მათ შორის გეტყვით რომ 7-იც ბევრი არის ვაიმე სტანდარტულ ელემენტებს შეკრაში მეგობრებო რაც ჩამოთვალეს აბსოლუტურად ყველაფერი ის 5 ფერი ნამდვილად არის კიდევ ერთი. და მე მინდა გითხრათ რომ ბოლო 10 წამის განმავლობაში აი ესე მთლიანი თანხა ადგნენ და გადმოიტანეს მე რაბა გითხარი შენ ტყუილ უბრალოდ ნარინჯისფერი არ გაგახსენდებოდა მე ამიტომ ჯირთუჯი აბა რა ბიჭო დაიკიდე ბიჭო ის 100,000 ლარი რაც კიდევ დაიკიდე რა თიმის პაროლები სწორი პასუხი არის ყველაფერი მანდ 6 იმიტომ რომ ნარინჯისფერი ანუ სტაფილოსფერი ნამდვილად არის მე-6 ფერი აბა მოდი აქ ყურის ბიბილოზე უნდა გაკოცო აბა გენაცვალე შე ყოჩა. მაგრები. აი ეგრე საღო მაგრები ხართ ბიჭებო, მაგრები ხართ. ერთი ლარიც არ დავკარგეთ. ნახე მიუხედავად იმისა რომ შენ დალტონი კი ხარ შენ მიიღე ბოლო გადაწყვეტილება რა ლეგენდა კაცი ხარ ხვდები ლეგენდა ნამდვილად. დანში აბაქ თუ მზად ხართ მე გაგიჟღერებთ პასუხებს ამერიკა ჩინეთი ევროპა
და დანარჩენი მსოფლიო. კითხვა ნომერი 4. რომელი რეგიონიდან იგზავნება ყველაზე მეტი ამანათი მსოფლიო მასშტაბით? დრო ჩინეთი მე ვიყო კუ თუ ჩინეთი არის საქართველოში? ზოგადად სოფლიოს ჩინეთი ბიჭო ჩინეთი უეჭველი ტაივანი ჩინეთში ითვლება დანარჩენ სოფლიოში იცვლება. ტაივანი არის ჩიპების წარმოებაზე გადასული რონამე უამრავ ჩიპებს აწარმოებს თუმცა ჩინეთზე მეტად არ მოდი ესეთი რაღაცა განვიხილოთ. ნახე, iPhone ჩინეთში წარმოება, მაგრამ ამერიკული ნაწარმოები ითვლება? არა საიდან იგზავნება ჩინეთზე დიდი არაფერი არ არსებობს ჩინეთი ძალიან მარტივია რა. ძალიან მარტივი პასუხია. ევროპიდან ამანათები მთელი ევროპა რო აიღო ჩემი აზრით ჩინეთს მაინც ვერ გაწდება აუ იმდენი საიტები არის, ყველაფერი ჩინურია. უეჭველი ჩინეთი. ჩინეთია უეჭველი ვიზახი თავიდანვე რა ამაზონში მოიცა ამაზონზე გაიხსენე. ხო, მაგრამ ამაზონზე რაც იყიდება, ეგ ჩინურია. ჩინეთიდან მიაქვს eBay-ზე, Amazon-ზე, ყველგან ჩინური ყველაფერია. აი ხა რაც გვაცვია და რაც ტექნიკა გვაქვს ჩინური. ყველაფერი ჩინეთში იწარმოება ჩვენ ჩინელები ვართ. ხოდა შეჩემო ძალიან მარტივი კითხვა არის. შეიძლება აქ სპეციალურად შემოვარდა ეს მარტივი კითხვა რომ შენ გაფიქრებდეს რომ ესე მარტივადაც არ იქნება საქმე არა და არ არის საჭირო deep state-თან მისვლა და რაღაც მსგავსი აქ ეხა გერთვება რა, პარანოია გერთვება. ჩინეთს ვინ გაუწევდა კონკურენციას? კაი, მეორე ადგილზე ვინ იქნება? აი შეიძლება დანარჩენი სოფლიო არა. ამერიკა შეიძლება იყოს ის კიდე საიტების გამო. 10 9 ჩინეთი 7 მაშინ 5 4 3 2 1 სიმბოლურად დრო შეჭდა იმიტომ რომ პასუხი დაფიქსირებული გაქვთ გაგვენს რა. ახლიდან ჩავწეროთ. ამ კითხვაზე თუ წავაგეთ და რავი, ანუ სამართლიანობით წავაგეთ მაშინ. რამდენად ხშირად იწერთ ამანათებს? ძალიან ხშირად. მე გეტყვით მეგობრებო რომ პირველად ამანათი გამოვიწერე 2015 წელს. და სხვათა შორის ის კომპანია რომელთაც მე გამოვიწერე იყო USA to Georgia. მეცას. და დღესაც აქტიური მისი ლოიალური მომხმარებელი ვარ. მეც ასევე 200 ამანათი მაქვს. გარდა იმისა რომ 10 წელია მე USA to Georgia-ს მომხმარებელი ვარ, ძალიან ბევრი რამე კიდე უფრო მეტად გაუმჯობესდა ამ კომპანიაში და ამატა არა მხოლოდ ამერიკის, ჩინეთიდანაც? ჩინეთის, თურქეთის და საბერძნეთის ქვეყნებიდანაც შეგვიძლია უკვე პირდაპირ გამოვიწეროთ და უახლოეს მომავალში ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც შევძლებთ მისი მომხმარებლები გამოწერას. ევროპა, მთლიანი ევროპა ერთად აღებული იმდენად ცოტაა რომ სწორი პასუხი არ არის. მიუხედავად იმისა რომ რომელიღაცა პირველზე იმდენად ბევრი არის პირველზე დაფიქსირებული. დანარჩენ სოფლიოში შეიძლება ისე ჟღერს, თუმცა არც ეს არ არის სწორი პასუხი. მეორე ადგილზე არის მეგობრებო. ამერიკა და პირველზე არის რა თქმა უნდა ჩინეთი და 2024 წლის მონაცემებით ჩინეთი არის პირველი e-commerce-ის ყველაზე ფართო მასშტაბიანი ექსპორტიორი. 2023 წელს ზოგადად გლობალურად ამანათების გაგზავნა 60% ჩინეთზე მიდიოდა. საგრძნობლად აღემატება ჩინეთი ამერიკასაც. ვაგრძელებთ, გილოცავთ. კარგი კითხვა იყო, ბავშვო, მადლობა. მეხუთე კითხვაზე 6500 ლარი გაქვთ და ძალიან კარგი შედეგია. მე კიდევ გისურვებთ წარმატებებს და ახლა გავაჟღეროთ პასუხები. ბერძნული, ინდური, ეგვიპტური და არაბული. კითხვა ნომერი 5. სადაური წარმოშობის არის პერსონაჟი ჯინი. დრო წავიდა. ჯინი? ვაიმე გუშინ არაბულია ლაპარაკობდით. ჯინი. არაბული, ძალიან მოდი, მარტივია. ჯინის, ბერძნული. მოიცა. ბერძნული უნდა გამოვიწყოთ. ერთი წამი, იქნებ ბერძენი იყო არაბეთში. ჯაზული. ალადინი რომელი ქალაქში არის ის მულტფილმში რომელი ქალაქში ხდება? სტამბულში. ყველა ვარიანტში იქითკენ არის აი ეს ქვიშები და ამბები და არაბული ხო, ეგვიპტური ინდურსაც გავს ვაიბით ეს. კანისფერით კი შესაძლებელია რა? ინდური? არა თვითონ ჯინი არა მაგრამ იქ ვიც მონაწილეობენ ისინი ინდოელებს გვანან კაი, ჩემი აზრით არაბული უნდა ვიშიოთ ბოლოს მაინც. ხო რა როგორ ირჩევთ? მთლიანი თანხით თუ ანაწილებთ? ბიჭო, ამაზე განაწილება ჩემი აზრით ბიჭებო მოდი ჰიტას დაუჯეროთ ჩვენ აქამდე ხო ჰიტა ჩვენ მოყვებოდა ჰიტამ გააჟღერა არაბული ეგრევე და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად ჰიტას უნდა გავყვეთ იყო არაბეთს როსტევან. მერე? ჯინი. მან ჯინი არის თუ არ ნახსენები? ჯინი ღვთისაგან სვიანი. მომისვიდე. ის ალიაბაბა. ხო, აი ეგ ინდოეთი არის. რატო? ეგ ახალი ჯინი ინდოეთში არის. ახალ ჯინი ვის რა შეაინტერესებს ბიჭო ის რა ქვია სუპერმენი ქალიც არსებობს ეგრე და სუპერმენი ქალია იქნება აირჩია რომ ხალი ყოფილი. მუსულმანური სამყარო ხო არის?
მუსულმანური სამყარო არის მხოლოდ არავითში. ახალი ჯინი ინდოეთში. აი, ახალი ჯინი გამირჩე უკან, რა თმიდა ახალი ჯინი? ხო და ინდოეთშია. არა, არაბეთი და ეს არის რა. დახმარებები რეები გვაქვს ვიკითხოთ. არაფერი დახმარება არ გვინდა ძმაო, მე ვიღებ ჩემთავზე. მე ჰიტასი მჯერა რა უკვე. 3 2 და 1 დავე. იმედია აწავა. არა, ბიჭო. თუ მოგწონთ ეს კონტენტი, მაშინ დაალაიქეთ, ასევე ათით გამოიწერეთ და სპეციალურად ჩემი მაყურებლებისთვის და გამომწერებისთვის შეიქმნა ჩემი Facebook ჯგუფი, სადაც შეგიძლიათ რომ გადმოხვიდეთ, ლინკი იქნება აღწერაში, გაწევრიანეთ, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ერთმანეთს, გაუზიაროთ იდეები, მიმები, სახალისო მონაკვეთები, განსაკუთრებით ამ ვიდეოდან ძალიან ბევრი ვიდეო გაკეთდება დარწმუნებული. შენ ძალიან გიყვარს. გელოდებით ყველას აბსოლუტურად Facebook ჯგუფში, რომელიც თქვენთვის გაკეთდა. მიმი გააკეთე მეორე ინდოელი ჯინი. ხედა? ერთნული საწახოით ბიჭო, ძალიან სალათი ვიცი მე რა, ძმებო რა. ერთნული ვიცი მე პიტა. მე ასევე გამორიცხავ ეგვიპტურსაც. ეს სერიოზული გამორიცხვა. აქეთ ვფიქრობდი მე. რა შეეხება მეგობრებო არაბულს? ესეთი სიმღერაც კი არსებობს, მათ Arabian Nights, ხო? სწორად ვამბობ, მე მგონი სადაც ალადინში ეს სიმღერა არის. ჯინი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. და ამ სიმღერას ვღერიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯინი აუცილებლად არაბული მითოლოგიიდან არის და სინამდვილეში ინდურიც არასწორია. მეგობრებო, მართალი 6500 ლარი სწორად განათავსეს არაბულზე, მეგობრებო. მეხუთე კითხვაზე. სწორად გასცეს პასუხი. პიტას დამსახურებით ეს რაუნდი. უდაოდ. იმა რეები იკადრა ბიჭო. ის არ რეები მოყვა ჩემი, აქე დამაყენე რა. აქე დამაყენე. მეგობრებო, მე 6 კითხვაზე ვართ. 3 კითხვა დავქშეთ 6500 ლარი. ერთი დახმარება გვაქვს? 2 დახმარება. კითხვის გამოცვლა გაქვთ და ასევე 50-50. აი დახმარებები. 3 კითხვა, 2 დახმარება. მაგარია ე. პასუხებს გავაჟღერებ და თუ შეიძლება მონაცვლეობით გადმოვატრიალოთ. 4 8 20 და 26. კითხვა ნომერი 6. რამდენი კბილი აქვს ბეჰემოთს? დრო წავიდა. ეს საიდან უნდა გამოვიცე? ეს უნდა მივიცოდე მე. რატო? სულ Animal Planet-ს უყურებ. აი 4 ხო არ ექნება. გამორიცხული. გამორიცხე 4 გამორიცხე. ნანახი მაქვს კბილები ბეჰემოთის. ბევრია? 4 აქვს მარტო ეშვი. ზემოდან და 4 ქვემოდან. გამორიცხე, მაგიტო მე გეუნები. უკვე 8 არის, ესე იგი კიდე ხო ექნება. ანუ ვარაია ძარი 2 ზემოდან 2 ქვემოდან. 4 არა? წინა აქვს ბიჭო ესეთი რაღაცეები. უკან არა აქვს საერთოდ? ესე საზანხოს დედას უკანავს იმენა. აი ამ ორში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რა. პატარა კბილები აქვს ბევრი მეგობრებო. უეჭველი უეჭველი კაცო თავი მქონდა შედებული მახსოვს კაცო და წამაწყვიტა იმ შობელძაღლმა რამ წარე იყო კაცო. მე ამოვიდა ეს თავი. ადამიანს ამდენი აქვს 32? ბიჭო ადამიანს აქვს 32. 16 აქვს ადამიანს ხო? დაჟე მე მგონი იცვლის. ამ გამოცვლამდე გეკითხებით, სამ გამორიცხვის ბეგემოტი, ჩემო ჯითუჯი. მაქამდე გვაინტერესებს. მე 36 მგონია. დიდი ყბა აქვს ბიჭო ბიჭო ბეჰემოთი. ძალიან დიდი პირი აქვს. ადამიანს აი ესეთ პატარა პირში თუ 32 პატარა კბილი აქვს. კბილებია და იმას დიდი კბილები. მე რა დიდი კბილები აქვს რამოდენიმე და დანარჩენი პატარა კბილები საღეჭადაც ხო ჭირდება არა? აქეთკენ ვარ მე. 5 და 10 წამი დაგრჩათ. ბეჰემოთი რომელი არის ე? ბეჰემოთი არის? ჰიპოპოტამი. დიდი როა. ალახში როწევს ძალიან დიდი, ხო ესე როჭამს საზამთროს. 26. ხო და მე პირი გაღებულზე არ გინახავთ რომ ეს კბილები არ გაგუჩურებათ. უჭელი ავიღოთ. 50-50. ხო არ დავდოთ? არჩევი არა მე დაჟე ესეთ რამეს შემოგთავაზებთ რა. მე აქეთ ვიხრები დაჟე არ მჭირდება არაფერი ფულის გადანაწილება. არც ერთი ცხოველი არ არის 20 კბილი რო კონდეს. 20 არის ისეთი ციფრი რა დამრგვალებული კბილები არ მინახავს ეხა მე რა. 20 რაღაცნაირი ციფრია რა. 20 მეეჭვება. მეგობრებო, 20 წამი დაგრჩათ და ან რამე გააწყოთ რომ კითხვის გამოცვლა გაქვთ 50-50-ზე გაქვთ. მე 50-50-ზე ავიშევდი და იქიდან რომელიმე თუდად შევუდა, მე რავი, მაგრამ კაი გავრისხოთ. ვიცი ზუსტად 26 26-ია. 2 და 1 დრო ვიცი ზუსტად ვიცი. ეგ არის სწორი ვარ? მახსოვს. ახსოვს? კი, მოსმენილი მაქვს. მაგარ დროს გაგახსედა რო დავდეთ მე. რიცეთ შეზუბაო. არა, ვღანდაო, ვაიმე. მეგობრებო, მე 6 კითხვაზე არც ერთი დახმარება არ გამოიყენეს
ჩვენმა ძმებმა. აუ ლაშა ძალიან გთხოვ რა. არგი მოდ ხوار ჩამოვართოთ ხელი გახსოვს იქ რომ მისრულებ. 4 კბილი. არალოგიკურია რა. კი, 4 ეშვი აქვს რეალურად. ეშვი ნამდვილად. და ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ანიმაციურ ფილმებში 2 კბილი ჩანს ხოლმე. მხოლოდ 4 არ არის. 8 კბილიც არ არის, იმიტომ რომ ამ ეშვების გარდა კიდევ აქვს მას დამატებითი კბილები წინ და მხოლოდ ეს კბილები გვაძლევს 8 კბილს და ამ 8 კბილის იქით თელს ხახაზე მას აქვს პატარა კბილები. აჰა, სურათ მახსოვდა, ხო გეუბნები? რამდენი, აბა, რამდენი? აი 20 არის რაღაცნაირი ციფრი. და თუ არ შეიძლება რომ 6 კბილი რო ქონდეს? არა, ძალიან ცოტა. არ შეიძლება. მართალი ხარ, იმიტომ რომ 36 კბილი აქვს და 6500 ლარით ისევ მეგობრებო მე 6 კითხვაზე ოჩახ ბიჭებო. მე პასუხს წავიღებ ჩვენი არ წაიღო. და მე 7 კითხვაზე გადავდივართ. ეს თქვენი დამსახურებაა ბიჭებო, მე ვერ დაგეხმარეთ, ოჩახ ორივე. შეგარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ. რასიძახი, შეხარ შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრეს შემადგენელი პაზლი ამ ჩვენი გუნდის. ჰიტა რასიძახი. აბა რა, ეს პერსონალად ჩემი ხო? მე 7 კითხვაზე ხალხს 6500 ლარი აქვს. ახლა გავაჟღერებ მეგობრებო პასუხებს. მე შეგახსენებთ რომ გაქვთ 2 დახმარება და იცადეთ რომ გამოიყენოთ ადეკვატურად. მე გირჩევთ უბრალოდ. სამივე ვთანხმდებით მაგაზე რომ დახმარება უნდა გამოვიყენოთ. გაქვთ კითხვის შეცვლა 500 ლარიანი და გაქვთ ასევე 1000 ლარიანი 50-50. პასუხებს გავაჟღერებ 120 480 რამე ხო არ გახსენდა? 750 და 1250. ვარა მიმზიდველი ციფრებია ღმერთი. კითხვა ნომერი 7. რამდენი განსხვავებული ჯიშის დინოზავრის ნარჩენებია აღმოჩენილი? დრო წავიდა. Holy shit. გავაჯმევინოთ ამას. აქ არის ჯიშზე საუბარი. ძალიან ბევრი არის. აი ძალიან ბევრი არის. აი 1250 არის. მე ბატონო ჯიტუჯი შეგახსენებთ რომ აქ არ არის დინოზავრებზე საუბარი, აქ არის კონკრეტულად ჯიშებზე ხო, საუბარი. მაგრამ მაინც შეიძლება ერთი ჯიშის, არ ვიცი 500 ჯერ აღმოაჩინონ, მაგრამ მეგონებით ჯიშები. ხო, ჯიშზე არის. ერთ რაღაცას გეტყვი. წინა სახრაშუში ვიყავი და გველის რამდენი სახეობა არსებობს. და 400 ვთქვი. და 4000 ყოფილა. ხო და დინოზავრი მე ეჭება რა, ძალიან ცოტა იყოს რა. გველი სხვანაირია. ანუ ის ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მაგდენი წვრილმანი ვერ შემოშებოდა რა. ნახე ესე რო ავიღოთ რა, არის ტირექსი, არის ტირექსის ნაირობა პატარა, არის ფრინავები, რამდენიმე ღამურებს რო გავს, არის ბალახის ჭამელები. ხო და ძალიან ბევრი იყო რა. ბევრია ჰიტა. ხო, მაგრამ 400-ის ბევრია. 50-50 დავყავ. 50-50. კაია რა. დავაი. ვიღებთ დახმარებას. გავაჩერეთ რომ 2 წუთსა და 0-1 წამზე 4-ვე პასუხი უნდა მომცეთ. ეხა 3-ს დაგიდებთ. ამ 3-დან 2 რომელსაც მესამე არ ამოატრიალთ, 2 ამოატრიალთ. ეს 2 იქნება გამორიცხული. რომელსაც ამოატრიალთ, გამორიცხავთ. ჩვენ აიღეთ. არა. კარგი ფეხი აქვს. კაი, მოდი ერთ ჩემ ხარეს ავიღებ. ეს გამოირიცხა. 120 გამოირიცხა, კიდევ ერთი უნდა გამორიცხო. კაია 800 გამო. ხო, უეჭველი. აუ, კაია, არ ვიცი. შენ. 480. კაი. ო, ბევრია, ბევრი. ერთი წამით. პასუხებს დაგიდებთ მეგობრებო 750 და 1250 და გაქვთ 1 წუთი 59 წამი დრო წავიდა. აუ, აბა რა, მე 1000 ლემოთ ვიცი რა. მეც ეგვიცი, კაროჩი. მეც 1250 მახსოვს. 1250 კონკრეტულად არა, 1000-ისკენ მახსოვს. ჩემი ლოგიკა ასეთია. თუ შეიძლებოდა 750 ყოფილიყო, მაშინ 1200 შეიძლებოდა რა. კი. და მე უფრო დაბალი რიცხვებისგან ვფიქრობდი, მაგრამ რადგან ისინი ორივე წავიდა, მაშინ ბარემ დიდი იყოს. აქ მეც ამას ვაძლევ. თლიან თანხას დადებ? თლიან თანხა დავდოთ რა. არა, კი. დაგვენძრე. კი, არა, დაგვენძრევა. რა უნდა დაგვენძრეს ეგეთი? 10 9 8 7 6 5 4 3 2 და 1 დრო ამოიწურა. მეგობრებო, 1000 ლარი დახმარების ჯერ და მე სამი ადამიანი ტყუილ უბრალოდ არ მომიწევია, იმიტომ რომ 1240. აბა რა, ბიჭო! სწორი პასუხი. და 5500 ლარით გავიდნენ შემდეგ ბოლო კითხვაზე. 5500 ლარი, ნახევარზე მეტი გვაქვს და ფინალური კითხვა გვაქვს. ვაუ, რა მაგრები ვართ. ეს შეიძლება რეკორდი იყოს. ბოლო კითხვა. პასუხებს გავაჟღერებ პირდაპირ გადაცემაში. 3 ბატონო ჯიტუჩი ამოატრიალეთ. 6 12 და 18. რამდენი ტონა ბამბა შეავსებს 40 ფუტიან კონტეინერს?
სანამ დროს ჩავრთავ, მე თქვენ გეტყვით ზომებს. ეს არის 12 2.5 2.5-ზე. მეტრაჟზე რო წარმოიდგინოთ რა 12 2.5 12 მეტრა? ხო. დრო წავიდა. რამდენი ტონა აუ დაძრეული გვაქვს. ანუ რა არის, ეხლა მე ვერ ვფიქრობ, საერთოდ ბამბა როგორ იპრესება. ძალიან იპრესება. ძალიან იპრესება. 3 ტონა, მაშინ ბევრი არ უნდა იყოს. არ არის ბევრი. ეგ კონტეინერი 12 მეტრი თუ სიგრძეში და 2 მეტრი. ბევრია, ბევრი ხო? შენ უნდა გამოთვალო, არ ვიცი. ანუ დაპრესვადობას, ანუ ეგ თავარი მონაცემია და ეგ დამოდენა არ მაქვს. როგორ შეიძლება იპრესებოდეს. გამორიცხვის მეთოდით 3 ჩემი აზრით გასაწევია საერთოდ. ბამბა 3 ტონა თქვენ გონიათ ცოტა 2.5 2.5-ზე. თუმცა შეიძლება ცოტა იყოს ჩემობრაბად, მე არ ვიცი. შემაბნევლაშო. ეხლა ნახე ბამბა ესე დაგროვებული ბამბა რო იყოს და ჩვენ დავიწყოთ ეხლა შეტენვა, 1 ტონასაც ვერ შევპრესავთ რა. მაგრამ იქ რაღაცა თუ პრესავთ, რა თქმა უნდა. აგურივით თუ ხდება, მე ვეღარ გაიგებ. ის ბამბას აქ ეგისა რა, რომ მაგრა იპრესება რა. მეგობრებო, დაგჭირთ 40 წამი. თქვენ გაქვთ კითხვის გამოცვა, რო რამე გახსენებთ უბრალოდ 500 ლარად. არა, მე მინდა რომ გამოცვა. იხდით? მიუგდე რა, მიუგდე. აიჭერ? გადმოაგდე. შე ბიძუროში. ჩემს მოიცა, მაგრამ ესას პასუხს დავაფიქსირებთ რა. ანუ ვიღადაოთ რა. 3 ხო გამოურიცხეთ? თუ არა? კი, უეჭველი. აი 18. ან 12 ვიტყვი მე. 12 18. შენ 6 ვიტყვი ხა? 6 ვიტყვი და რომელიღაცა მართალი იქნებით. 18. გადაანაწილებდით თანხას? ამ ორზე დავუშვათ. მაგ ორზე გადაანაწილებდით? უფრო მეც დავდებდით რამდენზე? 18-ზე. ხო. ან ნახევა. 12 იყო სწორი პასუხი, მეგობრებო. კითხვა გამოიცვალა. რაც მას ნიშნავს, რომ 500 ლარი გადამიხადეს. რაღაცა ცუდი სიტყვაც მოგაძახეს ლაშა, რომელსაც მე არ ვაპატიებდი. პასუხებს ვაჟღერებ. ჩემო მეგობრებო. ტიტანიკი. ჯუმანჯი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა და მატრიცა რევოლუცია. აუ, ჩემი საყვარელი. კითხვა ნომერი 8, ანუ შეცვლილი კითხვა. რომელ ფილმშია ყველაზე მეტჯერ გამოყენებული სიტყვა ოკეი? დრო წავიდა. აი სადოგვეცრში. არა, ღმერთო. ტიტანიკი არ იქნება. არა, ტიტანიკი ნამეტალი. ჯუმანჯი რომელია? ჯუმანჯი არის პირველი ჯუმანჯი რაც გამოვიდა. ის არის ჰარი პოტერის წლები, მაგიტომ არის მითელა ტიტანიკი. მოიცა გახსოვთ რომ ოკეის ამბობს? სადმე მე? ყველა ფილმში იქნება, მაგრამ ყველა ფილმშია ოკეი. რაღაცა მიზეზის გამო ბევრჯერ ამბობენ. მაგრამ მატრიცაში ეხა რაღაცა რო იღვიძებს ნეო და კარგად ხარ და რაღაცა ამ ოკეი ხო? ასევე დარეკვისას იმას რო აგებინებს რომ აქა ვარ იმას აკეი და ოკეის უეჭველი და უდასტურებს ის. ოკეი, ესეთი კადრი არის? მოიცა. მატრიცაში ყველაზე ნაკლები ლაპარაკია. ან ტიტანიკში. ანერათა ყველაზე ნაკლები ლაპარაკი. ოკეი. იშა ჩემას უჩხუბი არის. ხო, მაგრამ ნახე, იმ სიზმრებში თუ რაღაცაში ხო გადადიან სულ და რო გადადიან აქ სატელეფონო საუბარზე. ეგარი! ხო, მიდის ეს უეჭველი. ეგარი. სულ ტელეფონთან არიან რომ გადავიდნენ და ოკეი. ხო, რო ურეკავი რომ აქა ვარ, ანუ რო რამე ეს ვარიანტი ერთ-ერთი მოდი ისე. ტიტანიკში განვიხილოთ, რო იყინება, გაიყინე უკვე. ოკეი. ანუ ოკეანე ცივია. მეგობრებო, მოდი ქრონომეტრაჟებს რო მიაქციოთ ყურადღება. თუ დევნა და ისა, იმენა ჯუმანჯია, თავიდან ბოლომდე იმენა აქ, ოკეი, სადაც ოკეი, ტერმინი, როდის შეიქმნა? რა? ნასვამია, მეგობრებო, ბევრი მოვიდა. ჰარი პოტერზე რა სიტყვა? ბიჭო, აი ჰარი პოტერი შეიძლება რა, მანდაც მივდივარ. სად უფრო მეტი კომუნიკაცია თქვენი აზრით? ეგ წაკითხულიც კი მაქვს, ჩემი კი ოკეი არის წერ. ესენი ძალიან ლეგენდებია და ჯუმანჯი მე მგონი ჯუმანჯიც როგორ არის ლეგენდარული ფილმია, რო იცოდე, რა სიძახი. ეგ კლასიკა არის, რა სიძახი ჯუმანჯი. მე გეუბნები დედასპისა, რომ ძალიან ბევრი ფილმი ვიცი მართლა. გამოურიცხავ ტიტანიკს, გამოურიცხავ ტიტანიკს ჯუმანჯს. რატო ვაგვიხსნათ? აი ისეთი სცენები და ისეთი ფილმი არის, რომ აი ოკეი, ანუ ოკეისთან მიმართებაში მატრიცა არის ჩემ ფავორიტიც, რო ბიჭო, მატრიცაზე მივდივარ კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემი სცენები და საყვარელი ფილმი არის, გამოვიდეს. მეც მაგრამ მევასება ხადო 9 ჯერ მაგ ნანახი ეს ფილმი. ხო და აი დიალოგებით სატელეფონო ტერმინი არის რა. ესეთი რაღაცა 400 და 1000. 10 წამი დაგჭათ. დაგგვინძრო? 7 ცა 200. 500 დადეაქით. 5 დადეაქით. 500 3 არა 2 და 1 500-იც დადებით ხო? თუ ატრაკებთ ბოლომდე გაატრაკე სიმონ და დაასხი მაგის დედო. არა და მაგარი ლოგიკა გაქვს რა. და იმენა არ მეწყინება რომ წავაგოთ რა. მეც ანუ ეს სწორი არ არის.
ახლიდან ავდგები დედას პიცა ვარ დღესვე წავალ და აი M4-ვე ფილმს აი ესე ავდგები და აი თვალს არ დავახამო აი ესე უყურებ აი ამოიწერ რეპორტს ჩააგდებ ჩემს ახალ შექმნილ ჯგუფში რომელსაც ქვია ლაშა და გამომწერები რეპორტი რო გითხრა 4-ვე ფილმში რამდენი ოკეია ბაზარი არა საჯობედის. კაი თუ არასწორი აღმოჩნდი მაგ შემთხვევაში ხო ბაზარი არა მოსულა დედას პიცა ვარ თუ არ ჩაუჭდე დავაი ბაზარია მეგობრებო სადახობა თუ ვისაც გაინტერესებს თუ რამდენი ოკეია გამოყენებული 4-ვე ფილმში თუ შეიძლება გადმოდით გაწევედით ჩემს ჯგუფში ლაშა და გამომწერები ტიტანიკი არ არის სწორი პასუხი ხო თქვი ანუ ლოგიკურად ეგრე უნდა ყოფილიყო ჯუმანჯი მე ვკითხე ესეთ რაღაც მეგობრებო ქრონომეტრაჟით თუ რო გაითვალისწინოთ მეთქი ამ სამი ფილმიდან ყველაზე ნაკლები ხანგრძლივობა ფილმის აქვს ჯუმანჯის ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა მეგობრებო არის დაახლოებით 3 საათამდე ფილმი ისე როგორც მატრიცა რევოლუცია და ძალიან ბევრი პერსონაჟია სხვათა შორის სულ კომუნიკაცია ამ პერსონაჟებს შორის და რაღაც სწორი ლოგიკა იყო რომ მატრიცაში ძალიან ბევრი ჭხუბი იყო და სულ ჭხუბობენ ეს კაი ხალხიო მაგრამ არა მესამე ნაწილში იმიტომ რომ სწორი პასუხია მატრიცა აბარა ბიჭო აბა მოიცა ტუალეტში მივალმოვარ აბარა ბიჭო ჩვენმა ძმებმა რა დავარდა არაფერი გასაღებია 4500 ლარი მოიგეს ჩვენმა ძმებმა გილოცავთ მეგობრებო სწორი პასუხი იყო საერთოდ მატრიცა რევოლუცია ბიჭო მესამე ნაწილში არის ყველაზე იმიტომ რომ მესამე ნაწილში თქვენ არ გახსოვდათ ბოლოში ხდება ერთი ჭხუბი იმ სმითს რო ეჭხუბება დანარჩენი სულ არის რაღაცა ზეონი უნდა გადაარჩინო და სულ ბაზრებია და მთელი ამბებია რა მე ტყუილად არ მომიწოვია ეს სამი ადამიანი დალაიქეთ ვიდეო თუ მოგწონთ ეს კონტენტი დაწერეთ რომ ახალი კონტენტი ასწორებთ გელოდებით ყველას ჩემს ახალ ჯგუფში მადლობა ჩვენს სპონსორებს ამბასადორი ბეტს სომერსპის და ამ სამ უმაგრეს მეგობრებო ადამიანს ძალიან მაგარი თამაშისთვის შემდეგ შეხვედრამდე